დღეს ვისაუბროთ ისევ ქართულ გალობაზე. იმიტომ რომ ქართული გალობა დღემდე თუ შევინარჩუნეთ, ეს არის გარკვეული პიროვნებების დიდი დამსახურება და რა თქმა უნდა მათი დიდი ღვაწლი. ასე დავიწყებ მე-19 საუკუნის დასაწყისში, უფრო სწორად კონკრეტულად 1811 წელს რუსეთის ეკლესიამ, ესე იგი, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ხო და შეუერთა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ესე იგი მმართველობა დაეკისრათ უკვე ეგზარქოსებს. ეგზარქოსი, ესე იგი, ნიშნავს აი განაპირა მხარის მმართველს ეკლესიის. ხო, პირველ ეგზარქოსად მათ დანიშნეს ვარლამ ერისთავი, ქართველი, რომელსაც ჩაატარებინეს რაღაც თავიანთვის სასურველი, ესე იგი, ღონისძიებები და 1817 წელს გადააყენეს ეს და მოიწვიეს რუსეთიდან უკვე რუსი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი. რუსანოვი, ესე იგი, და საერთოდ ყველა ეგზარქოსები, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიის ინტერესებს იცავდნენ და ყველანაირად ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში შეეხო ქართულ გალობას. მათ ჩამოიყვანეს ეგრეთ წოდებული შერეული გუნდი, რომელიც უკვე რუსეთში შერეული გუნდი იყო და რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქართული გალობისათვის და აი დიდ ქალაქებში ნერგავდნენ აი ამ შერეულ გუნდს. ამიტომ ჩვენი გალობა, როგორც ვიცით, ვაჟთა გუნდისთვის არის სამხმიანი და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა დაიწყო ქართული გალობის გამოდევნა ქართული ეკლესიიდან. და აი 1861 წლის ჟურნალ ცისკარში, პირველ ნომერში, იანვრის პირველ ნომერში, ესე იგი, გამოქვეყნდა წერილი ალექსანდრე ორბელიანის, ასეთი დიდი წერილია, ესე იგი, ივერიელთა ღიღინი, გალობა და სიმღერა. ხო, სადაც იქ გულისწყვილით აღნიშნავდა, რომ ქართული გალობა გვეკარგება, თუ საჩქაროდ არ მივაქციეთ ყურადღება, ან საერთოდ ქართულ გალობას დავკარგავთო და დიდი განგაში, ესე იგი, დასარო იტყვიან აი ამ, რა თქმა უნდა, ამ ჟურნალმა, ამ სტატიამ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ხალხში და 1862 წელს არქიმანდრიტი მაკარი იწყებს აი ქართული გალობის აღდგენას. ეხლა ცოტა უკან დავბრუნდები და ჯერ არქიმანდრიტ მაკარიზე ვიტყვი, ვინ იყო, რა იყო და როგორ მოვიდა გალობამდე. ესე იგი, საერთოდ ეს არქიმანდრიტი მაკარი ერისკაცობაში იყო მიხეილ დიონისეზე მატათაშვილი. როგორც დავადგინე, მატათაშვილები არიან კახეთიდან, კონკრეტულად სამწუხაროდ ვერ დავადგინე რომელი სოფლიდან და რომელი კუთხიდან არიან, მაგრამ დაახლოებით 10-12 მატათაშვილია, რომელიც ქართულ ეკლესიაში, ესე იგი, დებათ, ასე ვთქვათ, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ახმეტაში, საგარეჯოში, თელავში, ესე იგი, ალავერტში. ძირითადად, როგორც ჩანს, კახელები არიან, მაგრამ საიდან არიან წარმოშობით, ვერ დავადგინე. ხო, აი, მიხეილ მატათაშვილი დაიბადა მღვდლის ოჯახში, მამამისი დიონისე მატათაშვილი, აგრეთვე მღვდელი იყო ალავერდის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი იყო და აი ამ ოჯახში დაიბადა 1824 წელს. რა თქმა უნდა, ეს ტრადიციულად მამაპაპის კვალს გაყვა, ის ჩამოიყვანეს თბილისში და მიაბარეს თბილისის სასულიერო სემინარიაში.
მან დაამთავრა საშუალო კლასი, ანუ მთელი სემინარია სრული არ დაუმთავრებია და დაბრუნდა ალავერტში, დანიშნეს მედავითნეთ. ანუ მეფსალმუნეთ. ეს იყო 1845 წელს. ხო, სრულიად ახალგაზრდა ესე იგი. 2 წლის შემდეგ დააწინაურეს და უკვე დიაკვნად დანიშნეს ოფიციალურად ალავერდის ტაძარში, ხო. 1848 წელს მას მეუღლე გარდაეცვალა, სრულიად ახალგაზრდა ოჯახი იყო, როგორც დავადგინე, შვილი არ ყოლიათ, ახალი ოჯახი იყო შექმნილი და რამ გამოიწვია ესა და აი მიხეილი მატათაშვილი დარჩა ალავერტში. 1859 წელს გადაიყვანეს შუამთის მონასტერში დიაკვნად. აქვე შუამთაში 1850 წელს, 1 წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა იქი და დაარქვეს მერობაში მაკარი. ამის შემდეგ უკვე ფიგურირებს როგორც მაკარი. სხვათა შორის ძალიან ახალგაზრდა იყო და ძალიან ისეთი კარიერა, რო იტყვია თავმბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, ესე იგი. ამის შემდეგ სრული გადაიყვანეს შუამ ისე დანიშნეს უпростоრად შუამთის და აწყურის თეთრი გიორგის მონასტრების გამგებლად. 1857 წელს უკვე ნიშნავენ ბოდვის ეპარქიის, უпростоრად ბოდვის წმინდანოს მონასტრის წინამძღვრად. ანუ ფაქტურად ბოდვის ეპარქიის ხელმძღვანელად. ამას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ამისი და აი სწორედ ამ პერიოდში ეხლა შევაერთებ დაემთხვა აი ეს წერილი, რომელიც თავიდან ვახსენე, ალექსანდრე ორბელიანის წერილი, ხო და ეს გამოეხმაურა ძალიან აქტიურად, შეკრიბა 1862 წელს, ანუ ამ წერილიდან 1 წლის შემდეგ შეკრიბა კახეთის, ალავერდის და ბოდვის ეპარქიის სამღვდელოება და განუცხადა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ესე იგი შეექმნა სკოლა ბოდვის მონასტერში და გალობა ესწავლა, აღედგინათ გალობა, ესე იგი ქართული გალობა. რა თქმა უნდა, ძალიან მხარი დაუჭირა ყველამ, მაგრამ მხარი დაჭერა რა იყო? ყველას უნდა მატერიალურად ფული გაეღო, იმიტომ რომ უნდა მოეწვიათ ბოდვის მონასტერში გალობელი მასწავლებელი, ლეგენდი და მას იქ უნდა ეცხოვრა ყველაფერი, გათბობა, სახლი, ჭამა, ყველაფერი, ესე იგი უნდა ყოფილიყო სამღვდელოების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ყველა დათანხმდა ამას, ყველამ გამოიღო გარკვეული თანხა, შეკრიბა და აი ამის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი მოაგვარა, მივიდა და მაშინ ეგზარქოსი, რუსი ეგზარქოსი იყო, ანუ მმართველი ქართული ეკლესიის ევსევი ილინსკი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამას, გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რუსი ეგზარქოსები მაინც და მაინც ქართულ ეროვნულ საქმიანობას არ წყალობდნენ, ხო და მხარი დაუჭირა, ესე იგი ამ ამბავს დასტური მისცა და ამის შემდეგ, ესე იგი მან მოიწვია ბოდვის მონასტერში განთქმული გალობელი და უკვე ცნობილი ყველასთვის გრიგოლ კარბელაშვილი. ეხლა მე ბევრჯერ ითქვია სხვა მოგონებებში, ვინ იყო გრიგოლ კარბელაშვილი, ეს იყო პეტრე კარბელაშვილის, პროსტურად პეტრე კარბელას უმცროსი ვაჟიშვილი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ქართული გალობა და საერთოდ ქართული ეკლესიის ცხოვრება. ის სიხარულით დათანხმდა, იმიტომ რომ მაშინ, როგორც ვთქვი, ძალიან კრიზისი იყო ქართულ გალობაში. ჩავიდა იქ და დაიწყო მეცადინეობა ახალგაზრდებთან. ამ სკოლაში იღებდნენ ყველას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სასულიერო ოჯახებიდან, მაგრამ ყველა მსურველს შეეძლო, რომ მისულიყო, გლეხი იყო თუ ვინც იყო, ყველა წოდებას, ასე ვთქვათ, და საკმაოდ ბევრი გამოჩნდა. სულ რამდენიმე თვეში
პირდაპირ ესე იგი არქიმანდრიტი მაკარი უკვე ასე მოიხსენიოთ. მაკარი სიხარულით აღნიშნავდა და ჩამოდით და ეხლა ნახეთ რა გააკეთა აი ამ გრიგოლ კარბელაშვილმა და მართლა მან დანიშნა დღე, სადაც მოსმენა უნდა ყოფილიყო და მოიწვია თბილისიდან და საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებიდან სამღვდელოება ჩაატარეს მოსმენა. ამ მოსმენამ ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე უბრალოდ მას მოვიყვან. მას ესწრებოდა მის გრიგოლ კარბელაშვილის უფროსი ვაჟიშვილი, ფილიმონ კარბელაშვილი, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. რა თქმა უნდა, ფილიმონიც ქართული გალობის ტრფიალი იყო და საკმაოდ კარგად იცოდა ქართული გალობა და აღტაცებული წერდა, რომ ეს პირდაპირ წარმოუდგენლად სასარგებლო საქმე გააკეთა მაკარის. ყველაფერი მაკარის, ესე იგი, რა თქმა უნდა, გრიგოლ კარბელაშვილმა ასწავლა ეს ყველაფერი, მაგრამ მაკარის ინიციატივა რა იყო, მაკარი ფიგურირებს აი ამ ღონისძიებაში. დიდი გამოხმაურება იყო და სხვათა შორის ერთი წლის შემდეგ ჩავიდა სპეციალურად იქ დიმიტრი ყიფიანი მოსასმენად. რა თქმა უნდა, მოასმენიეს ქართული გალობა და პირდაპირ აღტაცებაში მოვიდა. ესე იგი, მან დიდი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საჯაროდ მადლობას უხდი და პირველ რიგში არქიმანდრიტ მაკარის აი ამ წამოწყებისათვის და გრიგოლ კარბელაშვილს როგორც მასწავლებელს და ბოლოში წერს, რომ მე ამ საქმესო შევწირაო 500 მანეთი, ესე იგი შესწირა აი ამ საქმეს, ანუ ამ სკოლას დაეხმარა. ფაქტიურად აი აქედან დაიწყო ქართული გალობის აღდგენა, შეიქმნა კომიტეტი, ქართული გალობის აღდგენელი კომიტეტი, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ამ კომიტეტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა, მოიწვია გურიიდან მგალობლები და აი აქედან დაიწყო ქართული, ესე იგი, გალობის ფაქტიურად ნოტებზე გადატანა და დაბეჭდვა. აი ასეთი მამულიშვილი იყო არქიმანდრიტი მაკარი ატათაშვილი. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ამ 20 წლის წინათ, შეიძლება მეტიც აღარ მახსოვს ზუსტად, სრულიად შემთხვევით, ეხლა მაშინ ამდენი არ ვიცოდი, კი ვიცოდი გამეგო ვინ იყო, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მისი საფლავი. იგი დასაფლავებულია მონასტერში, იქ ფერისცვალების ეკლესია, დარეჯანის სასახლის ეზოში ფერისცვალების ეკლესია და აი იქ რო შევდივართ ეკლესიასთან, სკვერში იქვე ეკლესიის წინ, უпростоრად სამხრეთ კედელთან გარეთ ეზოში სრულიად შემთხვევით წავაწყდი, გადავიდა დავინახე არქიმანდრიტი მაკარი, თეთრი მარმარილოს წლები ემთხოვოდა ყველაფერი და ვისე გამიხარდა, ასე მგონია სულიკოს საფლავი ვიპოვე. ხო, სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ იქვე გვერდით დასაფლავებულია ფილადელფოს ტიკნაძე, პარემამასვე ვიტყვი, რომ ვინც ავა ნახოს ორივე საფლავი, ესე გვერდზე არიან. ბილიკის ერთ მხარეზე მარცხნივ არის ესე იგი მაკარი და მარჯვნივ ფილადელფოს ტიკნაძე. ფილადელფოს ტიკნაძე იყო ეს საეკლესიო მოღვაწე აგრეთვე, რომელმაც აი 1832 წლის შეთქმულების დებულება განაწესი, ეს შინაგანაწესი დაწერა, რომელსაც ეწოდა აქტიგონიერი. აქტიგონიერი მთელი წესდება იყო აი ამ შეთქმულების. რა თქმა უნდა, ეს შეთქმულება ჩაიშალა, მაგრამ ფილადელფოს ტიკნაძე დარჩა როგორც აი ამის ავტორი. სალგე თემაა ფილადელფი, უბრალოდ ერთად არიან დასაფლავებული. აი ასე გავიხსენეთ ჩვენ დიდი ქართველი ერთი კიდე მაკარი, რომელმაც ქართულ გალობას ძალიან, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ამაგი დასდო და ქართული გალობის აღდგენაში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დაუმკვიდროს მარადიული სასופველი. ამინ.